დღეს ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. მებრძოლთა ხსოვნის უკვდავ საყოფად ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. დილიდან დაღუპულთა საფლავთან აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 1921 წლის მარტში საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით კი ქართველმა ჯარისკაცებმა თურქები ბათუმიდან განდევნეს. ბრძოლაში დაღუპულთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება. ტრადიციული დღეა ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, ტრადიციულ შოც ვამბობთ, არის, რა ვიცი, მწუხარებით ახსავს ეს დღე. ყოველ წელს ამ დღეს 23 მარტს ვიკრიბებით აქ ქალაქის საზოგადოება, ყველა ის ადამიანები, ვისაც ახსოვს ეს დღე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ჯარისკაცებს, რეგულარული ნაწილების სამხედრო მოსამსახურეებს, იმ იუნკერებს, ვინც აქ ამ ადგილას არის დასაფლავებული და ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ეს თარიღი ხან აღინიშნებოდა, ხან არ აღინიშნებოდა, მადლობა ღმერთს, დღეს ის ხელისუფლება და ის ხალხია, რომელიც კარგად აღნიშნავს ამ თარიღს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს მთლიანობას შეეწირნენ. აქ დაკრძალული ადამიანების გულზე ტანკები და მანქანები დადიოდა. კარგ ხნის განმავლობაში მოვიძიეთ ეს ადგილი, მოვიკვლიეთ, ამოვასვენეთ და პანაშვიდის გადახდის შემდეგ საპატიოდ და საზეიმოდ დავგრძალეთ.